გამარჯობა, მე ვარ დინა და თქვენ უყურებთ Billboard საქართველოს. Billboard-ი ერთ-ერთი ყველაზე ძველი და გავლენიანი ამერიკული მუსიკალური გამოცემაა, რომელიც მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში გამოდის, მათ შორის საქართველოში. მეკითხვაში ორჯერ გიყვებით ქართულ და უცხოურ მუსიკალურ ინდუსტრიაში მიმდინარე სიახლეების შესახებ, რომელზეც Billboard საქართველოს ჟურნალისტები მუშაობენ. 18 იანვარს ER-ში პირველი საქველმოქმედო მუსიკალური ღონისძიება მუსიკოსებისთვის გაიმართა. ღონისძიების პირველი სტუმარი აინე მერმე, იგივე ნატუკა ნაცვლიშვილი იყო. ღონისძიების მთავარი მიზანი იმ მუსიკოსების დახმარებაა, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შედეგად დაზარალდნენ. ახლა კი შეგვიძლია ვიხილოთ Billboard საქართველოს ვიდეო საქველმოქმედო სერიიდან. მე იმ ბიჭის მაგივრადაც დავუკრავ თავისი გიტარა რო ენატრება ციხიდან. Show us how to reach the heavens high. მუსიკალური საღამოების ეს სერია პრინციპში ზუსტად იმ იდეის გაგრძელებაა, რისთვისაც ეს სივრცე ზოგადად შეიქმნა, როგორც ზედა ეარი, ანუ ტექნების მაღაზია და კაფე, ისე ქვედა სივრცე კარიერში, რომელიც ჩანაფიქრში იყო ისეთი ჯადოსნური პატარა მუსიკალური საღამოების შეხვედრებისა და კინოჩვენებების სივრცე. და აი ამ ჩვენთვის ყველასთვის ძალიან რთულ ვითარებაში განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა, რამდენად გვჭირდება ეს შეკრება, აზრის გაზიარება, თანადგომა, რაღაცების დაგეგმვა და რაღაცნაირი ესეთი აქტივობა. ასეთ პერიოდებში ხელოვნების ხალხი ზოგადად ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი რგოლია ხოლმე და უნდა ითქვას პირდაპირ, რომ ფინანსური სახსრები ქრება ფაქტობრივად მათთვის და ამიტომ გადავწყვეტ, რომ რაღაცნაირად სიმბოლურად იმ მუსიკოსებისთვის, რომლებსაც ეს ჭირდებათ, მიგვეცა სივრცე, სადაც შეუძლიათ ჯერ ერთი თვით გამოხატვა და რაღაცნაირი სიმბოლური დახმარება გავუწიოთ მათ ამ მხრივ. თავიდან რო დავიწყეთ, სულ რამდენიმე საღამოს გამართვა მოვასწარით და შემდეგ წამოგვეწია ეს პროტესტის ტალღა. და ჩვენც გავჩერდით, იმიტომ რომ რაღაცა ვერ მოვძებნეთ, ალბათ უფრო ძალები ჩვენ თავში, რომ გაგვეგრძელებინა ჩვეულებრივ მუშაობა. და მე აი ამ რაღაც თვენახევრიანმა პაუზამ ასევე დაგვანახა, რომ ამ განსაკუთრებით ამ მუსიკალურ თემში გაჩნდა პირიქით იმის საჭიროება, რომ სადღაც მაინც შევძლოთ და ვაკეთოთ ის, რისთვისაც ცხოვრობთ, მე მგონი. მუსიკოსებისთვის ყველგან ამას ვამბობთ, რომ ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო, ხო, და ეს არის მათი პროფესია, ეს არის მათი საქმე. ანუ თუ სხვები ამ ვთქვათ მუსიკას აღიქვავენ რაღაცა გასართობ, სარელაქსაციო, ან რაღაცა საზეიმო განწყობის შესაქმნელ რაღაცა ატრიბუტად, მუსიკოსებისთვის ეს არის საქმე. ამიტომ მუსიკოსებისთვისაც როგორც მხარდაჭერა ესე წარმოგვიდგენია ამ ციკლის იდეა, იმიტომ რომ აქ ერთდროულად თან ვისმენთ და უკრავენ მუსიკოსები მუსიკას, მაგრამ თან ასევე ვლაპარაკობთ იმაზე, რაც ხდება ჩვენს გარშემო და ეს ლაპარაკებიც ძალიან გვჭირდებათ. ამიტომ ორივე ერთად არის ეს ჩემთვის. ერთი მხრივ ეს არის მხარდაჭერა მუსიკოსებისთვის და მეორე მხრივ ეს არის რაღაცა ახალი გაზიარების სივრცე. შაბათობით გაიმართება ხოლმე და სტუმრად გვეყოლებიან მუსიკოსები, ვისაც ჭირდებათ ერთი სიტყვით თავიანთი საქმის კეთება და ზუსტად აი ამ კონტექსტში საქმის კეთება, აი ამ წინააღმდეგობის და აი ამ ძალიან მძაფრი პროტესტის პარალელურად. და შეიძლება ამ პროტესტის, არ ვიცი, ამ შინაარსის შემცველი მუსიკის კეთება. რეგიონში პირველად ტელეგრაფის ბოლო სართულზე Rolling Stones ლეგენდარული ბრენდის კლუბი და ღონისძიებათა სივრცე გაიხსნება. ტელეგრაფი The Leading Hotels of the World-ის წევრია და ისტუმრებს 2025 წლის გაზაფხულზე უმასპინძლებს. სასტუმრო Silk Development-ის მიერ არის შექმნილი და მას Silk Hospitality მართავს. Silk Hospitality-ის თქმით, რეგიონში სასტუმრო უნიკალური მიზიდულობის წერტილი იქნება, ხოლო Rolling Stones-ის სივრცე ქალაქში დასვენებისა და გართობის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი გახდება. 50 წლიანი ისტორიით Rolling Stone-ი ერთ-ერთი ყველაზე სანდო და გავლენიანი მედიაა, რომელიც 60 მილიონზე მეტ მკითხველს მუსიკალური კულტურის ყველა ასპექტზე სიღრმისეულ ინფორმაციას აწვდის. რაც შეეხება ტელეგრაფის ბოლო სართულზე განთავსებულ Rolling Stones-ის სივრცეს, იქ მისულ სტუმრებს საშუალება ექნებათ, რომ მუსიკის ისტორიაში იმოგზაურონ და ასევე ლეგენდარული მუსიკოსების ისტორიასაც გაეცნონ.
პლატფორმა დიაცი ქართველი ქალი მუსიკოსებისა და პროდიუსერების კომპილაციურ ალბომს ქალები ძალადობრივი რეჟიმის წინააღმდეგ აქვეყნებს. დიაცი პოდკასტების სახით ქალი არტისტების გარშემო მიმდინარე პროცესებს იკვლევს და აღწერს. კომპილაციაში მონაწილეობა 31 არტისტმა მიიღო და ის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და სოციალურ პროცესებს აღწერს. ალბომი